თქვენ სირგლე რამდენად ბევრი ემიგრანტია? ჩემი შვილი. აი რამდენი წელია იქ არის? 9 წელია. და უკან დაბრუნებაზე თუ ფიქრობს ან გეგმავს? ჯერჯერობით არაფერია. შვილიც არის. ძალიან მინდა რომ დაბრუნდეს. მარტო ჩემი არა, ყველა. ცოტა ნორმალური ცხოვრება გქონდეს. რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში იმისთვის, რომ ემიგრანტები საქართველოში დაბრუნდნენ? საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ხდომაზე ამ საკითხის ირგვლივ საუბრა და აღნიშნა, რომ 2024 წელს ქვეყანა დატოვა იმაზე ნაკლებმა ადამიანმა, ვიდრე დაბრუნდა. მისივე თქმით, მათი ამოცანაა ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნება. მიგრაციის მონაცემები გამოქვეყნდა ასევე და მნიშვნელოვანია რომ ჩვენ გქონდა გასულ წელს 2024 წელს დადებითი მიგრაციული სალდო, ანუ ქვეყანა დატოვა იმაზე ნაკლებმა ადამიანმა, ვიდრე ქვეყანაში დაბრუნდა, მათ შორის კონკრეტულად მოქალაქეების, საქართველოს მოქალაქეების ნაწილშიც გვაქვს დადებითი მიგრაციული სალდო, ქვეყანაში 850 ადამიანით მეტი შემოვიდა დაახლოებით, ვიდრე ქვეყნიდან გავიდა. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად დავაბრუნოთ ჩვენი ემიგრანტები ჩვენს ქვეყანაში და ამ კუთხედაც მნიშვნელოვანია ბუნებრივი ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. თრიალეთის გადამღებმა ჯგუფმა ამ საკითხთან დაკავშირებით გორში გამოკითხვა ჩაატარა, რის მიხედვითაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ამბობს, რომ ქართველები სამშობლოს გაჭირვების გამოტოვებენ, თუმცა იქიდან ვერ ბრუნდებიან, რადგან აქ საკმარისი სამუშაო ადგილი, ანაზღაურება და პირობები არ არის. უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, სამსახურები უნდა ქონდეს ხალხს, აბარატო გადიან აქედან. არა. კი. თქვენ სირგლივ ბევრი ემიგრანტია? ჩემთან ვინც იყვნენ ჩამოვიდნენ. აი წლების განმავლობაში იყო თუ რა იყო მიზეზი? კი, წლების იმ ოჯახებში ზოგს ავადმყოფი ყავდა, ზოგს ბავშვი, ზოგი ხო იცი, ახლა შეწყობა უნდა ყველას და პირობები რო არ იყო ალბათ. და აი რის გამო ბრუნდებიან უკან საქართველოში თუ დაბრუნდნენ თქვენ სირგლივ? რის გამო ახლა ჯერ ეგერთი იქაც აღარ არის პირობები. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ემიგრანტები სამუშაო პირობები უნდა შეიქმნას მეტი. დასაქმების ბიუროები უნდა იყოს მეტი და რომ მივიდეს რაღაცა. აი თქვენ სირგლივ რამდენად ბევრი ემიგრანტია? 2 შვილი ემიგრანტი მყავს, მაგრამ მათ სხვა მიზეზი ქონდათ. მაგრამ ეს მაგას ვეუბნები, ხეებს არასხია დოლარები, აქაც სადაც ხელს გაანძრევ, ყველგან პატარა სამუშაოს იშოვი. აი თქვენ სირგლივ რამდენად ბევრი ემიგრანტია? დეიდაშვილები, ბიცოლა ემიგრანტები არიან. აი ჩამოსვლაზე თუ ფიქრობენ უკან დაბრუნებას? უნდა, მაგრამ პირობები არ არის აქ, რომ უკან დაბრუნდნენ. აი რამდენი ხანია რაც იქ არიან? 20-30 წელი არიან, ზოგი 40 წელიც არის ჩემი დაშვილებიდან. აი მიზეზი რა არის, რის გამოც მიდიან? იმიტომ რომ პირობები არ არის ისეთი რომ იცხოვრონ რა, რომ შვილენობა ბავშვების. დეიდაშვილის შვილები ისე გაიზარდნენ და ალბათ დაოჯახდნენ კიდევაც რო. მას კი არ დაოჯახდნენ შვილების ავტორად. თუმცა არ მინახები, 40 წელი წასულები არიან. ჩემი დეიდაშვილები არიან წასულები, ერთი 40 წელია, მეტი 45 წელია. ესა დეიდაშვილის შვილები აღარ გვინახე რამდენი წელია. ვერც ვიცნობ, შვილები ყავს უკვე დაოჯახდნენ და ვერც ვიცნობ, იმიტომ რომ დიდი ხანია წასულები არიან და ვერ ჩამოდიან, იმიტომ რომ ახლა პირობები არ არის. მთავრობამ უნდა შექმნას პირობები, რა თქმა უნდა, რომ დაბრუნდეს, სამუშაო ადგილები უნდა იყოს და პენსია და ხელფასები ნორმალური, ისეთი რომ ადამიანს აკმაყოფილებდეს. და მიზეზი რა არის, რის გამოც ემიგრაციაში მიდიან საქართველოს მოქალაქეები? დაბალი ხელფასებია, დაბალი პენსიებია. უცხოელი პენსიონერი თავის თავსაც არჩენს, მომვლელსაც უხდის და კიდევ გადასახადებს და ყველაფერზე ყოფნის თანხა. და ჩვენ რა შიმშილობთ ფაქტიურად პენსიონერები. თქვენ სირგლივ რამდენად ბევრი ემიგრანტია? არიან. როგორ არიან? აი თუ გეგმავენ უკან დაბრუნებას? არა. ისინი მე ვიცი არ გეგმავენ, იმიტომ რომ ყველა მაგას ფიქრობს ჩვენ ქვეყანას არაფერი ეშველება. ასე ფიქრობენ. აი წლები არიანი? კი, წლებია.
დღეს ემიგრაცია საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დიდი პრობლემად რჩება. ჩვენს გადამღებ ჯგუფთან საუბრისას მოსახლეობამ აღნიშნა, რომ ემიგრანტი მშობლები შვილების ზრდას სატელეფონო ზარებით აკვირდებიან, რადგან მათივე თქმით, ქვეყანაში უკიდურესი გაჭირვების გამო სხვა არჩევანი არ აქვთ.